მოგესალმებით პირველ რიგში და პასუხობ კიდე ერთ შეკითხვას, რომელიც ზუსტად რამდენიმე დღის წინ დამისვეს და მთხოვეს რომ აღნიშნულ თემაზე ერთი სემინარი გამეკეთებინა, ასე ვთქვათ. მოკლედ, აღნიშნული შეკითხვა ეხება ეგრეთ წოდებულ ნახშირწყლებს და მათ მიღების დროს. ანუ კითხვა იყო ესეთი, რომ საღამოს საათებში მიწევს ვარჯიში და შეიძლება თუ არა შემდგომ ნახშირწყლებს მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მინდა რომ მოვიმატო ზედმეტი წონა. მოდით ესე გავცემ ამას პასუხს რა. ნახშირწყალი ეს არის, რა თქმა უნდა, ენერგია და იგი მნიშვნელოვანია ძალზედ არა მარტო იმისთვის, რომ არ გავსუქდეთ ან წონაში დავიკლოთ. ასევე იმისთვის, რომ ის მომატებული კარგი წონა, რასაც წარმოადგენს ჩვენი კუნთოვანი მასა, არ გაიხარჯოს ენერგიის სახით და არ მოხმარდეს იმ სავარჯიშო ენერგიას, რასაც ჩვენ ხარჯავთ ვარჯიშის დროს, ხო? ნახშირწყლები ყოველთვის უნდა იქნას შერჩეული ჭკვიანურად და ყოველთვის უნდა იქნეს, ასე ვთქვათ, მიღებული იმ დროს, როცა ის რეალურად გამოიყენება და არა დაგროვდება დეპოს სახით, რომელიც შემდგომში, რა თქმა უნდა, ცხიმოვანი ფენის სახით დაიფენება ჩვენს ორგანიზმში. მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნახშირწყლები, როგორც ვიცით, ასე ვთქვათ, იყოფა, ასე ვთქვათ, დაბალ გლიკემიურ ინდექსს, საშუალო და მაღალ გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლებად, ხო? მათთვის ვისთვისაც ეს სიტყვები შედარებით ახალია და ახლად ჟღერს, აქ იხსნის ერთ რაღაცას, რომ გლიკემიური ინდექსი ზოგადად განსაზღვრავს აი მაგ დროის მონაკვეთში, როცა ასე ვთქვათ, სისხლში ნახშირწყლები, ასე ვთქვათ, გლუკოზა აღწევს, ასე ვთქვათ, თავის პიკის მაჩვენებლისას, ანუ რამდენი რაოდენობა აითვისება ამა თუ იმ საკვებიდან. კონკრეტულად კი თქვენ მიიღებთ უბრალოდ შაქარს თუ შეჭამთ წიწიბურას 15 წუთიდან 9 საათამდე სისხლში მასში შემადგენს შემავალი, ასე ვთქვათ, აი ეს ნახშირწყლები მიაღწევს მაქსიმუმს. ასე რომ იმის მტკიცება, რომ გლიკემიური ინდექსი რაც უფრო სწრაფია ნახშირწყალი, მით უფრო ბევრს გვაძლევს, არა, ყველას აქვს თავის მაჩვენებელი საკვებს, ვიცით უკვე იქიდან რამდენი გრამი ნახშირწყალი უნდა მივიღოთ, რამდენი გრამი არის მასში უჯრედისი, თვითონ საკვებზე შეგიძლია, ასე ვთქვათ, წიწიბურას ან თუნდაც ბრინჯის ყურძე დახედოთ უკან შემადგენლობა 100 გრამი პროდუქტი რამდენს შეიცავს ნახშირწყალს, რამდენს შეიცავს უჯრედის. ყოველთვის, რა თქმა უნდა, გირჩევთ იმას, რომ აქცენტი გააკეთოთ ისეთ ნახშირწყალზე, რომელშიც უფრო მეტი უჯრედისია. ასევე საღამოთი ვჭამ ბოსტნეულს. ბოსტნეულიც, რა თქმა უნდა, არის ნახშირწყალი. უბრალოდ ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე მატარებელი. მაგალითად, მწვანე ბოსტნეული, ასე ვთქვათ, ფოთლოვანი, ხო, იგივე სალათის ფოთოლი, მწვანე ლეული, ცოცხალი ხახვი, სადღაც 15-დან 20-მდე აქვს გლიკემიური ინდექსი. რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მოხმარებისას ფაქტიურად მინიმალური რაოდენობით აიწევს ნახშირწყლების რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ის რო თქვათ, რომ მე აი სალათის ფოთოლს ავჭამ და ნახშირწყალს არ ვიღებ, ეს არის არასწორი. ასე რომ გამოდის, რომ ჩვენ თუ საღამოთი მაგალითად მივირთმევთ თევზაულს იმის გამო, რომ მასში შემავალი ცხიმები კარგი არის, კარგი ცილა, ხოლესტერინს არ შეიცავს და მარტო თევზს ხوار შევჭამ, შეგვიძლია გარნიერად მივაყოლოთ რამე მწვანე, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თქვენ ხამე საკმაოდ გვიან მივირთმევთ ნახშირწყალს. ანუ ესე იგი, მე დავასახელე სამი ტიპის ნახშირწყალი, ხო, დაბალი, საშუალო და მაღალი. ასევე გვაქვს დილა, შუადღე და საღამო. ეს სამი პერიოდია, როდესაც მე კვებაზე ვლაპარაკობ ხოლმე, ყოველთვის ვიძახი, რომ აი ეს სამი პერიოდია მნიშვნელოვანი კვების პროგრამირებისთვის, რომ მოხდეს ნახშირწყლების გადანაწილება. დილით თუ შეგიძლიათ, უფლება გაქვთ, შეიძლება ასე ვთქვათ, მიიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე მატარებელი, შუადღით უკვე საშუალო და საღამოთი უკვე, რა თქმა უნდა, დაბალი გლიკემიური ინდექსის, რომ არ მოხდეს აი ესე ვთქვათ, მყისიერად სისხლში ნახშირწყლების დონის აწევა, შესაბამისად ინსულინის გამოწყორცნად, ხო? ეს ერთი ვარიანტი. ეხლა მეორე, ჩვენ ვარჯიშობთ საღამოთი. საღამოთი ვარჯიშის პირობებში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში რაღაცა ვაკეთეთ, ხო, სანამ ვარჯიშზე მივედით.
ჩემ დარბაზში მაგალითად საკმაოდ ხშირად ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ გვიან საღამოთი 10 საათისთვის, 11-ისთვის მოსულ მოვარჯიშეს, ფერი წასვლია და ცუდად გამხდარა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ადამიანის სისხლში შაქრის დონე კრიტიკულამდე ეცემა, როცა მთელი დღე ვმუშაობთ, არ ვჭამთ და მე მოდი რაღაც სახში წავალ ბარემ გავარდები ვივარჯიშებ და მე წავალ სახში. სწორედ ამ დროს როცა თქვენ ვარჯიშობთ და კრიტიკულ ზღვარზე ჩამოდის სისხლში გლუკოზის დონე, ადამიანი ერთგვარი ჰიპოგლიკემიურ შოკამდე მიდის, ხო? კარგავს ფერს, აქ ცივი ოფლი, მინდა თქვენ თავსაც ყურადღება მიაქციოთ ხოლმე, იმიტომ რომ არ ამგონი ახლა ამან კომა გამოიწვიოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საშიშროება არის იმის, რომ თუნდაც წარბენი ბილიკიდან ჩამოვარდეთ, ან ჰანტელზე ხელი გაგეშვათ, ან უცებ კუნთი გაითიშოს და სხვა, აი ამისგან გამოწვეული სხვა მოვლენამ შეიძლება დაგაზარალოთ. ეს მეორე. ესე იგი გამოდის რა, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვარჯიშის წინ, პირველს თუ გავითვალისწინებთ, მე რაც გითხარით, რომ ცილა არ გამოიყენოს საკვებად. ჩვენ ვალდებულები ვართ ვარჯიშის წინ მივიღოთ რაიმე ტიპის ნახშირწყალი. ერთ სპორტსმენს კითხეს, რომ რამდენად სწრაფ ნახშირწყალს ღებულობთო და მან ესეთი პასუხი გასცა, რომ დამოკიდებულია ჩემ დღეზეო, თუ მე სიტყვაზე ვარჯიშამდე ვერ მოვასწარი კვება და მიწევს ვარჯიში, ცილოვან საკვებს ფაქტიურად არ ვღებულობო, იმიტომ რომ მას მაინც დიდი დრო უნდა გადასამუშავებლად და ეს დისკომფორტ შემიქმნეს უკვე ვარჯიშის დროსო და ყოფილა კიდევ შემთხვევაო, რომ უბრალოდ კამფეტები მიჭამია, როცა ვარჯიშზე უნდა მივიდეო, რომ უცბად ავაგდო, ასე ვთქვათ, ნახშირწყლის მაჩვენებელი ჩემ სისხლში და შევძლო მაქსიმალურად ვარჯიშის შესრულება. ხოლო ისო რომ მე სიტყვაზე ცილოვანი პროდუქტის ნაკლებობა მაქვს და ამინომჟავების ნაკლებობა მაქვს ჩემ სისხლში, ამას თავისუფლად აღმოფრით, თუნდაც ამინომჟავების ტაბლეტის მიღებით, ან ბეციას დალევით ვარჯიშის წინ, ან ნებისმიერი სხვა საკვების დანამატით, რომელიც სავსეა ამინომჟავების კომპლექსით, ხო? даже ასე ვთქვათ, პრეტრეინინგები, რომელიც არის, ასე ვთქვათ, წინასავარჯიშო კომპლექსები, შეიცავენ ამინომჟავებს. ეს ადვილად გამოირიცხება. აქ თავარია უკვე იმაზე, რომ თქვენ უნდა მისცეთ თქვენ ორგანიზმს საწვავი, რომ მან კარგად შეასრულოს ის ფიზიკური ვარჯიშები, რამაც შემდეგ უკვე დადებითი ბიძგი უნდა მისცეს თქვენ კუნთებს განვითარებისთვის, ხო? დაიმახსოვრეთ ესეთი რაღაცას, რომ ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე, რომ ადამიანს ერთ მიღებაზე შეუძლია აითვისოს 1 კილოგრამზე 9 გრამი ნახშირწყალი. თქვენ თუ სადღაც დაახლოებით ხართ, ესე ვთქვათ, 80 კილო, სადღაც ესე 40-35 გრამ ნახშირწყალს თავისუფლად აითვისებთ. ასე რომ ეს ნიშნულები შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და მიითვით აუცილებლად. ეხლა კიდევ ერთი. ის გავარკვიეთ, რომ ვარჯიშამდე თქვენ აუცილებლად უნდა მიირთვათ ნახშირწყალი, რომ მოახდინოთ, ასე ვთქვათ, ენერგიის მიწოდება თქვენ კუნთებში, რომ თქვენ შემდგომ, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად ივარჯიშოთ. მაგრამ მორჩით ვარჯიში. ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ არის, ასე ვთქვათ, ის ნახშირწყლოვანი შიმშილის პერიოდი, რა დროსაც ორგანიზმი უკვე ცდილობს აღადგინოს საკუთარი, ასე ვთქვათ, ენერგია, ხო? გონიათ, რომ ვარჯიშის შემდეგ თქვენი ორგანიზმი პირდაპირ კუნთების აღდგენაზე დაიწყებს. არა, პირველ რიგში იგი აღადგენს ენერგიას, რომელიც სადღაც 24 საათამდე გრძელდება. თქვენ ვარჯიშის შემდეგ გაქვთ ორი არჩევანი. ან მიიღოთ ნახშირწყალი, ან მიიღოთ ნახშირწყალ სილოვანი ოქტეილია, ესე ვთქვათ, და ან უბრალოდ მიიღოთ ჩვეულებრივი პროტეინი. რა ხდება ამ შემთხვევაში? თქვენ მაინც შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ის დადებითი ფანჯარა, რა დროსაც ორგანიზმში გამოიყოფა ზრდის ჰორმონი. სადღაც ეს გრძელდება ვარჯიშის დასრულებიდან, სადღაც ესე 25-30 წუთი. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ ნახშირწყალი, იმიტომ რომ ეს უკვე აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ თქვენს მიერ მიღებული ცილოვანი საკვები, ვიცით რომ მასაც აქვს კალორია საბოლოო ჯამში და იგი არის ენერგიის წყარო. არ მოხმარდეს თქვენს ორგანიზმს როგორც ენერგიის წყარო და ორგანიზმმა, ასე ვთქვათ, გამოიყენოს უკვე მიღებული ნახშირწყალი ენერგიისთვის. ასე რომ ვარჯიშის შემდგომ თქვენ რომელ საათზეც არ უნდა ივარჯიშოთ, თუ რა თქმა უნდა ეგრევე არ წაბრძანდებით და არ დაიძინებთ მერე, თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ ნახშირწყალი, ოღონ შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, ან შედარებით, ასე ვთქვათ, რთული ნახშირწყალი, რომელსაც წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ბრინჯი. ციციბურა რთული არის და ასევე დაბალი ინდექსი აქვს. ბრინჯს რაც შეეხება, ბრინჯს სადღაც 80-მდე აქვს ინდექსი, მაგრამ იგი არის რთული, ხო? არ არის მარტივი შაქარი. ეს არის რთული ნახშირწყალი. ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ, თუ თქვენი წონა არის ვარჯიშის წინ მიიღოთ
80 კილო ხართ დაახლოებით, რაც არ უნდა იყოთ წონა, მოკლედ გაყოთ თქვენი წონა შუაში, მიიღოთ იმდენი გრამი ნახშირწყალი ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდგომ ისევ იმდენი მიიღოთ და თქვენ დამიჯერეთ, არავითარ შემთხვევაში არ მოიმატებთ ამას ცხიმში, ეს არის გამორიცხული. იმიტომ რომ ის მოხმარდება ენერგიას და ესეც მოხმარდება დახარჯული ენერგიის აღდგენას. ასე რომ გამოიყენეთ ეს ინფორმაციები, რომ ივარჯიშოთ უფრო ჭკვიანურად, მიიღოთ საკვები ჭკვიანურად, რომ არც დახარჯოთ ტყუილა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული, არც ფინანსური განახარჯი გქონდეთ მეტი და შესაბამისად არც დაიკლოთ. არც როგორც ენერგიის აღდგენის თვალსაზრისით, ასევე კუნთოვანი ქსოვილის აღდგენის თვალსაზრისით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ კიდე რამე ასე ვთქვათ, კითხვა დაგებადებათ, მზად ვარ ყველაფერს გავცე პასუხი. და მადლობა ყურადღებისთვის.